ზუსტად 124 წლის წინ 1902 წლის 17 ივლისს უილის კერიერმა პირველი თანამედროვე კონდენსიონერი სისტემა შექმნა. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდა ინჟინერმა ეს ზაფხულის პაპანაკებაში კაცობრიობის სიცხისგან გადასარჩენად გააკეთა, ძალიან ცდებით. ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ადამიანის ოფლი ნაკლებად საინტერესო პრობლემა იყო, ვიდრე ბიზნესის წაგება. კერიერის გამოგონების მთავარი სამიზნე ბრუკლინის ბეჭდის ქარხანაში მელნის შრობისა და ქაღალდის დანაოჭების პრობლემის მოგვარება გახდათ. დიახ, მსოფლიოში პირველი კონდენსიონერი არა ადამიანების, არამედ ფერადი ჟურნალ-გაზეთების კომფორტისთვის შეიქმნა. ის, რაც ქაღალდის ტენიანობის კონტროლის ტექნიკური აუცილებლობით დაიწყო, დღეს 150 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების გლობალური ინდუსტრიად არის ქცეული, თუმცა კონდენსიონერის ნამდვილი მასშტაბი ფულად ერთეულში არ იზომება. ამ გამოგონებამ პირდაპირ გაგებით შეცვალა ცივილიზაციის გეოგრაფია, რომ არა კერიერის სისტემა დღევანდელი დუბაი კვლავ უდაბნოში ჩაკარგული მარგალიტების მაძიებელთა სოფელი იქნებოდა, სინგაპური ეკონომიკური სასწაულის ნაცვლად გაუსაძლისი ტროპიკული ჭაობი, ხოლო ტეხასის ქალაქი ჰიუსტონი უბრალოდ დაუსახლებელი ტერიტორია. კონდენსიონერმა შესაძლებელი გახადა ურბანიზაციას და ეკონომიკური ბუმი იქ, სადაც ბუნება ადამიანის წინააღმდეგი იყო. მანვე დაბადა მინის გიგანტური ცათამბჯენების კონცეფცია, რადგან ჰაერის ხელოვნური გაგრილების გარეშე თანამედროვე საოფისე შენობები წამებში სასიკვდილო სათბურებად გადაიქცეოდა. მუშახელის პროდუქტიულობა ცხელ კლიმატურ სარტყელებში სწორედ ამ მექანიზმმა გაათანაბრა ზომიერი კლიმატის ქვეყნების მაჩვენებლებთან, მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად, როდესაც დღეს პულტზე ღილაკს აჭერთ და ოთახში ტემპერატურა სასიამოვნო 22 გრადუსამდე აყენებთ, გახსოვდეთ კაპიტალიზმის ირონია, რომ თქვენი დღევანდელი კომფორტი, ეკონომიკური განვითარება და ისიც კი, რომ ზაფხულში მუშაობა საერთოდ შეგიძლიათ, მხოლოდ იმის დამსახურება, რომ 124 წლის წინ ბრუკლინში ვიღაცას უხარისხოდ დაბეჭდილი ქაღალდი არ მოეწონა.